საქართველოში დაგმობილი და რუსულ კანონად შერაცხული გამჭვირვალობის კანონი დღეს უკვე ევროკავშირი მსგავს კანონ პროექტს თავად იღებს. ევროპარლამენტში ევროდეპუტატებმა 392 ხმით პლენარულ სესიაზე გამჭვირვალობის გამკაცრებულ წესრიგს მხარი დაუჭირეს, რაც მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს ეხება. რამაც ევროკავშირის ქვეყნები უნდა დაიცვას შესაძლო უცხოური გავლენებისგან. ევროპარლამენტში განხილული პროექტი ვრცელდება ანაზღაურებად ლობირებაზე, რაც ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენას ისახავს მიზნად, თუმცა არ ვრცელდება სამთავრობო, დიპლომატიურ, მედია, იურიდიულ და აკადემიურ საქმიანობაზე. სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსება, რომელიც ლობირებასთან არ არის დაკავშირებული, გამონაკლისია. თითოეული ქვეყანა შექმნის ლობისტების რეესტრს, რომელსაც დამოუკიდებელი ორგანო მართავს. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა ზრუნავს იმაზე, რომ გამჭვირვალე იყოს ფინანსები, თუმცა საქართველოში გამჭვირვალობაზე არ ზრუნავდნენ. ყველა დაინახა, რომ ეს იყო ავტორიტარიზმის დამყარების, ასე ვთქვათ, სახელმწიფოში შეტანილი გადაწყვეტილებები, ანუ ერთი მხრივ ხდება პოლიტიკური სპექტრის განადგურება, მეორე მხრივ ხდება სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, ამიტომ როცა გსურს რომ პარალელი გავავლოთ ევროპასა და საქართველოს შორის, ეს უბრალოდ არაადეკვატური გახდა სამწუხაროდ, იმიტომ რომ საქართველოში ესეთი კანონები მიღებული იყო არა გამჭვირვალობისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამიტომ არის რუსულ კანონად ეს ცნობილი და დალექილი საზოგადოებაში და არა გამჭვირვალობის კანონად. ორმაგი სტანდარტია, როცა გამჭვირვალობას გაყრის მთავრობა ევროპაში ყველა გამჭვირვალობას ეძებს და თვითონ კიდე კონტრაქტს არ ასაჯაროებს არაბულ ინვესტორებთან. ეს არის ორმაგი სტანდარტი, ხოლო ის რომ ევროპაში რაღაც ცუდი კანონებია, ეს შეიძლება ევროპის პრობლემა იყოს, მაგრამ ევროპაში სასამართლო მაინც აქვს, სადაც მოქალაქემ შეიძლება საკუთარი ინტერესები დაიცვას. ჩვენ კი არც კი სასამართლო გვაქვს. ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც მუდმივად მოედინება ევროკავშირიდან, ბუნებრივია ევროსკეპტიციზმის საფუძველს ქმნის ჩვენ საზოგადოებაში. გამჭვირვალეობა, რაც არის ესოდან მნიშვნელოვანი ნებისმიერი დემოკრატიული ღირებულებისთვის და ევროკავშირისთვის, ასე უნდა იყოს. მათი აზრით საქართველოსთვის ეს იყო მიუღწეველი ბენეფიტი საზოგადოებისთვის, ხოლო მათთვის ევროკავშირში გამჭვირვალეობა არის მნიშვნელოვანი, ამიტომაც ისინი იღებენ რეგულაციებს, ხოლო ჩვენს ქვეყანას ქართველებს აძაგებენ იმის გამო, რომ ზუსტად ანალოგიური რეგულაციები იყო თავის დროზე მიღებული ჩვენს ქვეყანაში. ბრიუსელი დღეს ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა, როდესაც სხვას ედავება იმას, რასაც თვითონ აკეთებს. ასე რომ ეს არის ყველაზე კარგი დასტური ამ ფარისევლობის. და თითქოს უნდა შეფუთა უსმინეთ დისკუსიას, თითქოს ეს არ ეხება სამოქალაქო საზოგადოებას, არ ეხება NGO-ს, როგორ გეკადრება. ეხება ყველას, ვისაც ჩათვლიან, რომ ლობიზმით არის დაკავებული და რა არის? აბა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ლობიზმით არ არის დაკავებული? სად აძლევენ ჩვენებას კონგრესებში და სხვა ქვეყნის პარლამენტებში ჩვენებებს რო აძლევენ საქართველოს წინააღმდეგ და უცხოური დაფინანსებით რო ცდილობენ თავს მოგახვიონ სხვადასხვა რეგულაციები. ვინ უწევდა საქართველოში ვეტინგის სისტემას ლობიზმს? ეს NGO-ები არ უწევდნენ? ვისი დაფინანსებით? ბრიუსელის დაფინანსებით. ეს არის ზუსტად ლობიზმი და ამის გამჭვირვალობას ითხოვს ჩვენი კანონმდებლობა. ასე რომ სამარცხვინოა, რა თქმა უნდა, რომ ქვეყანაში იგი ამის ადამიანს წაკიდონ ბრიუსელის დაფინანსებით, პირდაპირ ამხედრეს ხელისუფლების პარლამენტის წინააღმდეგ საკუთარი დაქირავებული NGO-ები, შარშან გახსოვთ ლამის პარლამენტის შენობა გადაწვეს, მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს და ახლა თავად მშვიდად საკუთარ ინტერესების გასატარებლად ლობიზმის გამჭვირვალობას ითხოვენ. ზუსტად ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა და ახლა კეთილი ინებოს ბრიუსელმა და დაემორჩილოს ქართულ კანონმდებლობას და ფარულ დაფინანსებას შეეშვა.